თუნა მდინარაძე, ორგანიზაციული განვითარების მენტორი, რომელიც დაგვანახებს, როგორ გადავაქციოთ ფულთან ურთიერთობა წარმატების ინსტრუმენტად. გაგვამეცადინოთ ახლა, თორე არა ჩვენ აქეთა ფლანგს არაფერი არ გვეშველება. ჩვენ სამწუხაროდ კი წყალი გადაწურულია. კი ბატონო, მოდი დავიწყებ იმით, რომ ძალიან საინტერესოა მე საიდან მივედი ამ თემასთან. არ დამიწყია უბრალოდ ინტერესით, ჩემთან მოიტანა სიტუაცია. როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ ორგანიზაციული განვითარების ტრენერი და გაყიდვებს ვასწავლი კომპანიებში და ბოლო წლები აღმოჩნდა ისე რომ ვაკვირდებოდი ადამიანებს, ვიღაცა ძალიან კარგი ცოდნა ჰქონდა, გამოცდილებაც ჰქონდა გაყიდვებში, თუმცა შედეგებში იყვნენ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ასე ჩვეულებრივად მოვიდოდნენ, ჩემი შერჩეული ადამიანები და კანდიდატები, ტალანტები გასაუბრების პროცესში, რაღაც ფსონს დავდებდი მეც და ბოლოს აღმოჩნდებოდა სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდით მეც და თვითონაც. დიდი ხანი ვაკვირდებოდი ამ პროცესს, რომ ჩემში ხომ არ იყო რაიმე პრობლემა, იქნება კარგად ვერ ვასწავლით, იქნება რაღაც ტექნიკები კარგად არ იცოდნენ და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ეს იყო მათი შინაგანი დამოკიდებულება და ემოციური და კოგნიტური კავშირი ფულთან. ნუ ამის შემდეგ უკვე გაყიდვებთან ერთად ფულის ფსიქოლოგიას აუცილებლად ვასწავლე ორგანიზაციებში, იმიტომ რომ ფაქტობრივად წყარო და საფუძველი აღმოჩნდა, რომ თუ კი შენ ემოციურად რამდენად ხარ კარგად ფულთან, ამის მიხედვით იდება შენი შედეგები და გაყიდვები ყველაზე კარგი გაზომვადი მაჩვენებელია, რომ დაინახოს. ჩვენ შესაძლოა ფსიქოლოგიურად ნაკლებად გაზომვადი მიმართულებებით ვისაუბროთ რაღაცეებზე, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ ბოლოს ვერ გავზომოთ და ყველამ ჩვენი თეორია მომტკიცოთ. და გაყიდვებმა მომცა ამის საშუალება, რომ ბოლოს ციფრებში დავინახე ეს ყველაფერი, მინდოდა თუ არ მინდოდა და ამის შემდეგ დავიწყე მოკლედ არც თუ ისე ნაკლები სერიოზულობით ამ სფეროს შესწავლა. დღეს უკვე ვორქშოპები მაქვს საკმაოდ აქტიურად ამ მიმართულებით. დაკვირვებამ კვლევას ვერ დავარქვევ, ცხადია, აჩვენა, რომ ორ კატეგორიად ვიყოფით ადამიანები, რომლებიც შოულობთ, მაგრამ ვერ ვხარჯავთ სწორად. და მეორე კატეგორია, რომლებიც იმდენს ვერ შოულობთ, თქვათ, რამდენიც შეიძლება მჭირდებოდეს, მაგრამ ძალიან გაწაფული ვარ კარგად დაზოგვაში და მის სწორად გამოყენებაში. და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ორივე მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად სადღაც ხარვეზი გვაქვს. ან ერთში ვართ პროფესიონალები და მეორეში ნაკლებად, ან მე ცხოვრების განმავლობაში ამის ბალანს მოკლედ თავად მენეჯმენტს ვუკეთებთ, რომ დავაბალანსოთ ეს მიმართულებები. მაინც ჩემთვის რაღაც ინტერესის სფეროთ რჩება ის თუნდაც ის ფაქტი, მე როგორ შემიძლია ჩემი ფსიქოტიპის ადამიანმა, როგორ და თუნდაც ნიკა ამ შემთხვევაში ხარჯველები ვართ აქეთა მხარეთ, ფაქტია რომ არ ვიცით ფულის ყადრი. შეიძლება ასეც უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება ასე დავარქვათ. მაგრამ არის რაღაც ტექნიკები, მაგალითად, რითაც შეიძლება, რომ აი ეს რაღაცნაირად გამოვიმუშაოთ ეს უნარი, რომ ვხარჯოთ სწორად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მე ორი შვილი მყავს და კი, შვილმა ანამაც წეღან ეს აღნიშნა, ნამდვილად განაპირობა, რომ ბევრად მეტად ვიცი დღეს-ფას, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არ ვიცი საკმარისად და იმასაც მაგალითად, ნუ არის, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ახლა აქ შემოსავალი, ხელფასი, მაგრამ არც თუ იმდენი ალბათ, რომ დაზოგვა მოახერხავთ. თუმცა არის ეს იმასთან დაკავშირებული, მე რამდენად დიდია ჩემი ხელფასი, არ რამდენად პატარა, რომ დაზოგვა ვისწავლო, ხო ეს აი დასაწყისში ვახსენე, რომ ამისი ასე ცალსახად კვლევა, ასე პირდაპირ თქვათ, რაღაც ცხადია არ არსებობს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია რაღაცეებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. დავიწყოთ იქეთ, რომ რომელ ფსიქოტიპზე ვსაუბრობთ საერთოდ. ნუ თუ გულისხმობთ იმას, რომ მიდრეკილება გვაქვს ფლანგველობისკენ, ეს სხვა თემა. და აქედან დავიწყოთ მაშინ. მოდი მაშინ ასე დავყოთ ეს ყველაფერი. სულ ვამბობ, რომ ფსიქოლოგიამდე იყო ბიოლოგია. ჩვენი სისტემა, ენდოკრინოლოგიური და ნერვული სისტემა რაღაცაზეა დაფუძნებული. ჩვენ რომ ახლა ამას ვამბობთ, რომ მე ეს ფსიქოტიპი ვარ და ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გურამმა თავისი თქვა, ხათუნამ თავისი თქვენ თავისით, ეს არის ლოგიკა, რომელმაც გაამართლა ემოცია. ან ის იმპულსური ქცევა, რომელიც მაქვს, მაგრამ გამომეპარა. გამომეპარა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ასე ვერ ვიჭერთ. ლოგიკამ რა გაამართლა, ეს სხვა საკითხია, მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი იმპულსი, საით მიდის, საით გამექცა და ემოცია რაზეა დაფუძნებული, ემოციაზე
სისტემაზე ლოგიკა როგორ არის დაფუძნებული, მოდი აქ წავიდეთ. ჩვენში ორი ძირითადი სისტემა, ერთი არის კორტიზოლური სისტემა, რომელიც სტრესს მართავს, სტრესის დროს გამომუშავდება და მეორე დოფამინერგული სისტემა, რომელიც ჯილდოს სისტემა არის. ჩვენ გვაქვს აი გრძელვადიანი პერსპექტივა ცხოვრებაში ისწავლება, დასწავლადი, აი დავიბადე და გრძელვადიანი პერსპექტივა და სტრატეგიული ხედვა მაქვს, შეიძლება გქონდეს გენეტიკური მიდრეკილება, თუმცა დასწავლადია. უფრო რაც მაქვს, ეს არის ჩემი იმპულსური, მინდა მივიღე სწრაფი დოფამინი გამომუშავ და იმ წუთას კარგად ვარ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვამბობ რომ ცუდად ვარ, მაგრამ ისი არ ვარ რომ უნდა ვიყო. აი აქ არის. თორემ ცუდად რომ ვიყო, ჩვენ როცა ცუდად ვართ, გვაქვს თვითგადარჩენის სისტემა, დაცვითი მექანიზმები და რაღაცებს ვაკეთებთ. აი იმ ხელფასის პირობებში სულ ერთია. 1000 მაქვს თუ 10000, მე ამის მენეჯმენტს ვაკეთებ თვის ბოლოს. ამაში ვართ პროფესიონალები და ვიცით რა, ძალიან კარგად ვიცით. და ნახეთ ეს კარგად რომ ვიცი, ამაზე ჩემი დოფამინერგული სისტემა გამომუშავებულია. რაღაცა ვიცი კარგად, ამის მენეჯმენტს ვაკეთებ, გადავლახე, თუ კი გადალახვის პროცესში ჩემში გამომუშავდა სტრესის ჰორმონები, მე რომ გადავლახე, მივიღე დოფამინი. ანუ დავისწავლე რა, მე გაჭირვებას დავისწავლე და წარმატებას დავისწავლე. ის საშუალო მოდელიც დავისწავლე, ყველაფერი დასწავლადია. აი ნახოთ ახლა აქ ჩვენ ამოსავალი წერტილი და კითხვა არის ის, რომ ძალიან უყვარს შეკითხვები. რომ თქვა რომ ექსპერტი ვარ და ზუსტად ვიცი რომ ვინ როგორ იშოვოს ფული, მაშინ ასე არ გამოდის სამყაროში, ასე არ არის. არ უნივერსალური ფორმულა არსად მით უმეტეს ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაში არ არსებობს. ჩვენ უნდა დავსვათ კრიტიკული კითხვები. რას მაძლევს სწრაფი დოფამინი? რისი ცრუ სიმბოლოა? რომ გადავწყვიტე ვიყიდო, სანამ მე ლოგიკურად ეს გავამართლე და სავიზიტო ბარათი დავადე, ან შევუკვეთე, მანამდე ტვინმა რა გზა გაიარა და დღეს გაყიდვებში ნეირომეცნიერებებს იყენებენ ძალიან ისეთ მარკეტინგსა და გაყიდვებში აქტუალურად და საკმაოდ მოთხოვნადი არის ტრენინგებიც ამ კუთხით, როცა ვატარებთ ხოლმე. აღმოჩნდა, რომ ადამიანს აქვს ყიდვის ორი მოტივი. ერთი არის ის, რომ რაღაცას თავი ავარიდო და ამიტომ ვიყიდო, ანუ რაღაცისგან დავაღწიოს ჩემი თვითგადარჩენის პროგრამა და მეორე არის ვიყიდო ოცნება, შედარებით იაფად. ეხლა რას გულისხმობს ეს ვიყიდო ოცნება, შედარებით იაფად? მაგალითად რადგან რა მაგარი იქნება დავხურავდი ეგრევე. ნახეთ ეხლა როგორ ვიტყუებთ ხოლმე თავს. მე შეიძლება პირობითად ვთვლი რომ რადგანაც მოდი მოგზაურობა ახსენე, მოგზაურობაზე გავიდეთ, მთელი ბავშვობა ვთქვათ ვოცნებობ რომ ვიმოგზაურო პარიზში და ეიფელის კოშკთან მოკლედ ან გავიარო ან ფოტო გადავიღო, ნუ მაშინ ფოტო თუ არ იყო, რაღაცას ვოცნებობ მოკლედ პარიზზე. და დიდობაში, ნუ ჯერჯერობით შესაძლოა ეხა ისეთი საოცნებო ეს არ იყოს მიუღწეველი, მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ვერ ან რაღაცებიდან გამომდინარე ვერ დავაგროვე მოგზაურობის ფული. აუცილებლად ამ დიდი ოცნების პატარა ფაზლს ვყიდულობ და რაში ვხარჯავ ფულს. მივდივარ და ეიფელის კოშკის ბრელოკს ვყიდულობ. და შეიძლება ამაში ბრელოკი თუ რაღაც თვითღირებულება შეიძლება იყოს 2 ლარი, გადავიხადო ამაში 20 ლარი. თუ შევადარებთ სამოგზაურო ფასს, გაცილებით იაფია, მაგრამ სწრაფი დოფამინი ეგ არის. მე მოკლე დროში და აი ამ წუთას რომ ვნახე რომ გურამმა გასთორა პარიზის ისინი ფოტოები, რომ მომინდა, ფრუსტრაციაში არ წავედი და წავედი ვიყიდე მაგალითად, გავიარე კაფეში და ფრანგული მუსიკის ფონზე დავლიე ყავა და კრუასანი. გამოვიარე ტელეფონი რომ მაქვს ნაყიდი, ვიყიდე ეიფელის კოშკის, არ ვიცი, кейსი და საბოლოო ჯამში მე რომ ეს თანხა დამეგროვებინა და ამდენი თქვათ დავხარჯე ამაში პირობითად 200 ლარი, რომ გადამედო ჩემი ოცნებისთვის, მაშინ შეიძლება შემესრული 1 წელიწადში ამეხდინა. ახლა აქ რა მოდის რომელი ფაქტორი? გააჩნია ჩვენი აღზრდის სტილსაც და ნებისყოფას. ჩვენ ვიცი ძალიან ცნობილი ექსპერიმენტი, ბავშვებს უდებენ აქეთ კანფეტს და ეუბნებიან ბოდიში ამ გამოთვლის კბილეულს და ეუბნებიან თუ კი შენ ეხლა შეჭამ, გექნება ყველა, თუ კი ცოტა ხანი დაელოდები, მაშინ ორჯერ მეც მოგცემ და ორი კატეგორია ვიღაცა ელოდები და ვიღაცა არ ელოდება, მაშინვე ჭამს და მე ამ ადამიანებს დიდობაში უკვე როცა დააკვირდნენ, ის კატეგორია რომელსაც ნებისყოფა მეტი ჰქონდათ, გაცილებით უფრო წარმატებულები იყვნენ და მათ უფრო მეტად ჰქონდათ ის ტვინის ის ნაწილი განვითარებული, რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკაზე და არა სწრაფ ემოციაზე, ვიდრე ისინი, რომლებიც მაგალითად იმპულსურად კბილეულს ჭამდნენ. ზუსტად ეს იმპულსური თქვენ ახსენეთ ხათუნა ემოციური შიმშილი, ზუსტად ეს არის რომ მე ამ წუთას ემოციურად ვიკმაყოფილებ
ეხება ამ შილს, ეს იქნება ეიფელის კოშკის ბრელოკი, ბლოკნოტი და საკმაოდ ზვირიღის ბლოკნოტები ვიცით ჩვენ, ეიფელის კოშკი და სხვადასხვა კოშკებით გაფორმებული, წიგნზე ძვირიც, მაგრამ იმისთვის რომ ვიყიდო წიგნი, შევიძინო წიგნი და ვისწავლო, ვთქვათ, ან ტრენინგი, ფულის მართვა, ან მივიდე თერაპიაზე და ამით ვისწავლო მართო საკუთარი ემოციები, მირჩენია სწრაფ დოფამინში დავხარჯო ფული და დავიჯერო რომ თუ კი შენ ხარ წარმატებული, რა თქმა უნდა ეს პირობითია, ამ კონკრეტულ კონტექსტში მეც კი ვარ, იმიტომ რომ ემოცია მივიღე და ფაქტები უკვე გამიქრა იმ ფაქტია რომ რაღაცა დამოკიდებულ ემოციებზე დამოკიდებულებამდე მივდივარ. ძალიან კარგი კითხვა დასვით. ჩვენ მივდივართ იქამდე რომ ეს ცნობილი ადამიანები, რომლებიც დღეს ფულზე აი ასე თავგამოდებით მუშაობენ, აღმოჩნდა რომ ადამიანებს ვისაც დამოკიდებულების ნაწილში, ემოციურად დამოკიდებულების ნაწილში, ფაილში ასე ვთქვათ, აქვს ფულთან დამოკიდებულება ემოციურში, ისინი რა თქმა უნდა მიდრეკილები არიან, თუ შეიძლება რომ გამოვიყენო ეს სიტყვა, უფრო მეტად მიდრეკილები არიან ფლანგველობისკენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ლოგიკურ ნაწილში. და მორგან ჰაუსელს აქვს ნათქვამი, რომ ფულიო გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ლოგიკა და გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ქცევა და ეს ორივე უკანასკნელი დაფუძნებული არის ემოციაზე. და საბოლოოდ მივდივართ მაინც ემოციურ ხარჯვაზე და გადმოსატანი, აი თქვენ პროგრამა ახსენეთ, ჩართული დამჭა ბავშვობიდან ეს რეჟიმი, აი ღამით რომ დაწვევი, შუქი დაგრჩება, ჩართული და დილით გადასახადი მოდის მეტი. დაგვრჩა რაღაცები ჩვენ დაუნებურად ჩართული და დიდობაში უკვე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს, რომ ემოციურად მე მოდი გავთავისუფლდები და მე მინდა ბრელოქს შევიძენ, ამის მართვას როცა ვისწავლი და ფინანსურ ცნობიერებას ავიმაღლებ. მინდა პარიზში წავალ და მინდა საერთოდ არ ვიყიდი და სახლში მოусმენ, ეს უკვე გადაწყვეტილებაა ჩემი და ესაა ზუსტად ფული და თავისუფლება. აქედან ყველანი რესტორანში მარიამი გვპატი. მე ვარ გამოსასწორებელი ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თქვენ. საუბარი ჩვენს ერთი დავიწყეთ გადაცემა, იმით დავამთავროთ ეს ბლოკი ჯობია, რომ კონდეთ შემოძვირფასებული შემოსავლი, რომ ხარჯოთ როგორც გაგეხარდებათ. ან შეინახოთ როგორც გაგეხარდებათ. კი ბატონო. დროებით ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მადლობა. ნახვა.